მოგესალმებით. საზოგადოება, ღრმად საზოგადოებას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დილამშვიდობისა, საქართველო, ასე ლამაზი ხედებით, როცა ვიწყებთ მოღვაწეობას, ამასობაში ამის ხალისიც უნდა გქონდეს. დღევანდელი მინი გაკვეთილის, როგორც ყოველთვის, ხო, ერთი ობიექტიდან ამასობაში პირველი პუნქტი, ეგრეთ წოდებული ინსტალაციების დამონტაჟების პუნქტი. დავასრულეთ, იქიდან საზოგადოება მესვას წარმოადგენს. და რა სახითაც უნდა იყოს, დღევანდელი პოსისტემატიკა გვექნება, აი თქვენ თუ მიხვდებით, ხო? როცა ვცხოვრობთ, რა გჭირდება? აბა, ვინ მიხვდება? ვინ გამოიცნო? ოჩახ, ვინც გამოიცნო. მაგრამ არა ასეთი სახით. ხო, ეს დალოცული ჯანსაღი ჰაერი შემოვიდა შეგნით. არც ასეთი სახით. ხო, ეს არ ნიშნავს ვენტილაციას. აი როცა, ხო? გვაქვს სეკლოპაკეტი მით უმეტეს აი ესეთი სახითაც ხედავთ რა ხდება, აი დასტორი ამის. ოპ, ეს დაიკეტება ხო, ამასობაში როცა არის. ორპირი, ეგრეთ წოდებული ორპირით, ოპ, თავის ადგილას უბრუნდება. არ იშოვს ეს ვენტილაციას. ამიტომ დაივიწყეთ. ამიტომ მივხვდით უკვე ხო, დღევანდელი პოსისტემატიკა საწყის ეტაპი არის ვენტილაცია, საერთო ვენტილაციის სისტემები, ხო? სისტემები სხვადასხვა არ ვიცი, არ მიწევენ საზოგადოება, მაგრამ ამაზე სამწუხაროდ არც ფიქრობთ. ხო და რატო? ესაა საინტერესო. ამხელა ფართვის ვაშენებთ და საერთო ვენტილაცია იქ სადაც უნდა მივიღოთ და საზრდოებდეთ ჯანსაღი გარემოთი, ჯანსაღ გარემოში სუფთა ჰაერის გარეშე, ჭყალებში სწორედ ის რაც გვაქვს ხო ამასობაში ვიგულისხმება ამ პირობებით რა თქმა უნდა იყოს სუფთა ჰაერი, მაგრამ ის სუფთა ჰაერი ჩვენ გარემოში უნდა შემოვიტანოთ და არა მიღმა დავტოვოთ ხო? მაგის მომცემი არ იქნება, ამასობაში ის კიდევ ჯვიზახი ჯანსაღი გარემო უნდა შემოვიტანოთ ფარჩში, ხო? ყოველგვარი манипуляციების გარეშე, ფარჩების გადმოკიდებით და სლაიდების გააღების გარეშე. მაგიტომაც ხო, საწყის ეტაპიდან იწყება აქან შემოსული ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კლაპანი, ან რეკუპერაცია. რეკუპერაცია იმ პირობას განახორციელებს, რომ არსებული კარები აქ გამიჯნული იქნება, საგარდიროფე, აი საგარდიროფე და შესამერე დიდი ვანა და აქაც კარებით იქნება გამიჯნული, ანუ საერთო სივრცეა, ამ შესაბამისობაში გამიჯნული სივრცეა, მაგიტომ ამ პატივცემულ ფარცს, ამ შემთხვევაში სექტორს უпростоრად არსებულ ფარჩში ჭირდება მიკრო, ხო, თავისი საკუთარი კლიმატი, რომელსაც შექმნის ან ჭკვიანი კლაპანი, ან რეკუპერატორი, რომელიც უნდა ეწყოს ისეთ თანმიმდევრობით, რომ შემოსვის შესაბამისად, თუ რეკუპერაციაზე არის საუბარი, აი ეს საგარდიროფე, რასაც აუცილებლად კიდე ჭირდება ვენტილირება, გამოიტანოს, გაანეიტრალოს ამასობაში ამ ხელას საბაზალო, სადაც იქნება დასადგმელი ვანა, საშხაპი და ტრონი, ამ შესაბამისობაში, მაგიტომაცაა ის უკვე გამზადებული გვაქვს და დაწყებულიც, ხო? აი ეს არის უკვე სავენტილაციო ეგრეთ წოდებული შახტა, ხო? შახტა მთავარი ვერტიკალი. რომელსაც აი ესეთი დიფერენციალური სახით, ამას ქვია დიფერენციალური სახით და ის ასეთი თანმიმდევრობით, ხო? რატომაც არა, ხო? საკუთარ ფარჩში წარმოდგენა იმისა, რომ საკუთარი ფარჩში უბრალოდ პრინციპში კი ბატონო საერთო სავენტილაციო სისტემა გქონდეს, ბევრს გავიწყდება კიდევ ჯერ ვიზახეთ. გავიწყდებათ, ეს უპირველეს ყოვლისა არის. სხვანაირად ჯანსაღ გარემოს ვერ მივიღებთ. მაგიტომ ვენტილაცია გვექნება ზონალური. ამ შესაბამისობაში მე საბოლოო ჟამსაც ვიხილავთ, ანუ ნებისმიერი სექტორიდან იქნება სექტორი გამიჯნული ამ შესაბამისობაში, რაც წარმოადგენს ეს, ანუ აქაც გვექნება ვინაიდან ამხელა მოცულობის განაიტრალება მით უმეტეს როცა გვაქვს ვანა, საშხაპე და ამასობაში ტრონი, უნდა იყოს დამოკიდება აუცილებლად ტენიანობაზე, ტემპერატურაზე და რა თქმა უნდა CO2, ხო, უგლიკის ლიგავს, ნახშირორჟანგი. ნახშირორჟანგი აუცილებელია. ნახშირორჟანგი წარმოიქმნება უმეტეს შემთხვევაში აი იქ. ხო, სადაც უნდათ და გამოყოფთ ნახშირორჟანგს. ის ნახშირორჟანგი ჩვენ ავიღოთ იქიდან შემოტანილი ჰაერის პორციით, რომელიც გაიulis თუნდაც კარებების ქვემოთ, ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ ზაზოში და განეიტრალდება გავა ჩვენს გარეშე. ამას ქვია ვენტილაცია. ვენტილაცია აუცილებელი ფაქტორია და უნდა ითვალისწინებდეთ კიდევ ჯერ ვიზახი სექტორული გვექნება. აქ გვექნება ვინაიდან არის მოცულობა 1, 2, რომელიც ერთდროულად ჩაერთვება და გაიტანს ისე, რომ გამიჯნული იქნება ამ სექტორისგან, ან პირიქით ეს რო ჩაერთვება, ამ სექტორისგან იქნება გამიჯნული, მაგრამ მთავარ ეგრეთ წოდებულ ვერტიკალში, ხო, საბოლოოდ ახლა იქაცალა და პრინციპში იქ ჯერჯერობით, მაგრამ ამას საბოლოო ჟამს მაინც იხილავთ. იქნება მთავარი ეგრეთ წოდებული მთავარი, ხო, ეგრეთ წოდებული ვერტიკალის გამწვევი, ვინაიდან პასიური კი იმუშაოს, მაგრამ აქტიური როცა ჩაერთვება 2-3 სექტორი, ამას უკვე მოცულობის გატარების საშუალება უნდა მიეცეს ზუსტად ამ მოცულობის გატარებას კი ბატონო გატანას შექმნის ის არსებული ამ წოვი მოცულობის შესაბამისად. ამასობაში ჩაერთო ნებისმიერ სექტორში გვექნება ასე ჩაერთობა ის ხო დიფერენციალურად ავყვება. ხო შუნტირებულად ავყვება ამას ქვია შუნტირება. ჩაერთო ერთი მიემატა მეორე.
ხო? წარმოიდგინეთ, ჩაირთო ერთი, ჩაირთო მეორე, ამ შესაბამისობაში ის უკვე ჩართულია, ანუ ყველაფერი, როგორც ყოველთვის მიდის საით, ხო? მას გასვათ, ხო, ჩემი ტერმინოლოგიები, რომისკენ შესაბამისობაში მიდის HR-ში, ხო? გაბუჯებული, გალაყებული, კი ბატონო, გაჯერებული, ნახში ორჟანგით, ხო? და ტენიანობით გაჯერებული, ზუსტად დაბინძურებული, ასე ვიტყოდი, დაბინძურებული აერი გადის გარეთ. მაგრამ შემოდის ახალი. ხო? თუ არ შემოვიდა, ვერაფერი ვერ გავა. ამ შესაბამისობაში ვერაფერი ვერ გავა, თუ არ შემოვიდა. ესაა, ხო? მეტი არაფერი კარებების, გაღებების და გადმოკიდებების გარეშე. იგივენაირად იქნება, ხა წარმოიდგინეთ მომიჯნავე ეს, ხო? მომიჯნავე სექტორი აი აქეთ არის, ეს საბაზანოს არ გვავიწყდება, რა თქმა უნდა, ცხადია. ხო? ამ შემთხვევაში გვექნება დაკავშირება აქედანაც ამოიჭრება უკვე და ეს ზუსტად მინი რა ვიცი, ხო? ასე მოექცა რიგელის მივაჯიბეში, შენივრად განხორციელდება ვინაიდან ეს პატიცემული ზუსტად იგივენაირად არსებული საბაზანო უკავშირდება საგარდიროფეს, ანუ საგარდიროფე გამიჯნულია, საბაზანო გამიჯნულია ერთი რა თქმა უნდა გჭირდება, ვინაიდან გვაქვს საშხაპე პლუს ტრონი, ხო? ამ შემთხვევაში მაგრამ ახლა შუტირებით, ხო? ჩაირთო ერთი, აყვა ის ცენტრალური გახსოვს, ჩაირთო ერთი პლუს ერთი, კიდევ აყვა, ჩაირთო ერთი, აქ არაფერი არ იქნება, ვინაიდან გამიჯნული იქნება და გავა მხოლოდ საგარდიროფე სექტორიდან, ჩაირთო აქ საგარდიროფე გამიჯნული იქნება, მაგრამ იმ, ხო, ზუსტად ეგაა ყველაზე კაი მიმართულება, იმიტომ რომ ის ვერტიკალის როცა ჩაირთვება, ის ზუსტად, ხო, მიზერულადაც არა, ამ შესაბამისობაში იმ მოცულობას მაინც ყველა ზონიდან გაიტანს. ანუ ყოველთვის გვექნება ჯანსაღი კლიმატი საცხოვრებელ ფარჩში, ხო? კარების სლაიდების გაღების და ფარჩების გადმოკიდებების გარეშე. ეს არაა ვენტილაცია, კიდევ ჯერ ვიძახი. ვენტილაციას ქმნის, ხო? მიმართულება რასაც ქვია, კი ბატონო, მიმართულება ამ შესაბამისობაში ფიზიკურად უნდა წარმოიქმნებოდეს და არა ხელოვნურად. ხელოვნურად, კი ბატონო, მაინც ასეა თუ ისეა ამ შესაბამისობაში, ის რომ მაინც რომ ამ შემთხვევაში მაინც ეგრეთ წოდებულ გამწვევებს ვართ დაკავშირებულები. კი ბატონო, ამის გარეშე უფრო უმეტეს შემთხვევაში 90% არაფერი არ განხორციელდება, მაგრამ განხორციელდება მიზერულად ფიზიკურად, ვინაიდან ვერტიკალი გვაქვს. ამ ვერტიკალის ზღვარზე და მეშვეობით უბრალოდ, ხო? აი გვექნება ზუსტად აი ესეთი სახით, ხო? შვენიერი ხედებით კიდე ჯერ ვიძახი. აი ჩვენი საქმის ზონა, ხო? და აქ გამოდის ყველა კომუნიკაცია. ხო? ყველა კომუნიკაცია იქნეს. ეს შავს თავს აი ასეთი სახით, ხო? ეს პატივცემულები მე ბოლოს გავჭრით აი აქ და აქაც ფანური მილი კანალიზაციის და ვენტილაციის ერთი ვერტიკალი გავა, იქ პატივცემულ გავუკეთებთ ქუს, გიდროიზოლაციით და ყველაფერს ამასაც ვიხილავთ. ყოველგვარი დეფლექტორების გარეშე. დეფლექტორი არაფერს არ ქმნის, კიდევ ჯერ ვიზახი, ბუნებრივი მიმართულება გარდატეხა წნეებს შორის, ვინაიდან გვაქვს სიმაღლე და ამ შესაბამისობაში შვენიერი სიმაღლე გვაქვს, ის ვენტილაცია თვითონაც შვენიერად იმუშავებს. ყოველგვარი დეფლექტორების გარეშე. ხო? ესეთი ბრმუდის ტრიუგოლიკები გვაქვს, რომ იძახი ამ პრინციპში, მაგრამ გაერთიანებული კანალიზაციები, ვინაიდან სექტორები გვაქვს, აქედან ეგრევე მომიჯნავე არის, იქით ეს ყველაფერი იხილეთ და ამ შემთხვევაში ეს პუნქტი კიდევ ჯერ ვიზახი იქნება საერთო ესეთი სუბთაერის შემოტანა საცხოვრებელ ფარში, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე, სლაიდების გაღების და ფარშების გადმოკიდების გარეშე. არა ეს ვენტილაცია, კიდევ ჯერ ვიზახი, ვენტილაციას ქმნის ბუნებრივი პირობა. აი გვექნება მინის სამზარეულო და მაგ შემთხვევაში ის გაერთიანებული ერთადერთი ეს უნდა ვიცოდეთ კიდე და ამასობაში ყოველთვის უნდა ვითვალისწინებით, რომ სამზარეულოს გამწოვი ზუსტად პრინციპში ამ შემთხვევაში ვენტილაცია არა, გამწოვი არავითარ შემთხვევაში მთავარ ვერტიკალს არ უნდა უკავშირდებოდეს. აი ამ ხა ზუსტად ჩამარხული, ხო, როგორც იტყვიან ძაღლის თავი, ვინო რა ხდება ხოლმე როგორც ყოველთვის საზღვაო ფართებში საერთო, ხო? ამ შემთხვევაში საერთო ბინებში რა ხდება? უი მეზობლის სუნი კატლის წვავს თუ ქათამს და ჩაშურს აკეთებს, ყველაფერი შემოგვდის ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ზუსტად აი ეს პირველი, ხო, საერთო, კიდევ ჯერ ვიზახი, საერთოში არის აქ საუბარი. ამ შემთხვევაში ეს არის გამწოვი, მხოლოდ სამზარეულოს არავითარ შემთხვევაში საერთო სავენტილიაციო სისტემის ვერტიკალზე არ უნდა იყოს დაკავშირებული. თუ კი ეს შემთხვევა არის და ამას შესაბამისობაში დავუშვათ ამის ქვემოთაც ყოფილიყო სამზარეულო და ამის ქვემოთაც უნდა არა გავაკეთებდი საერთოს მხოლოდ ცალკეს, რომელიც იქნება გამიჯნული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული. ვინაიდან ის სუნი, ხო, ამ შემთხვევაში კი ახლა სამზარეულოს მოყვება ეს სპეციფიკური, ვინაიდან ახლა ამას ვაინც ვერ გავხსნებით, ვინაიდან ფიზიკა ახაც არ შეიცვალა არაფერი, უბრალოდ ფიზიოლოგია, სამზარეულო ვაკეთებთ ფუსფუსებს და ყველაფერში პრინციპში ის მიზეულად ის სუნი მაინც შემოვა.
მოხდება ეგრეთ წოდებული რევერსული შემოტყიალება და მივიღებთ სუნებს, ხო? საძინებელში და ასე შემდეგ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. სავენტილიაციო საერთო სისტემაზე დაკავშირება სამზარეულოს გამწვევის არ შეიძლება წერტილი. ხო? ასეთი სახით ჩემო პატივცემულებო ხო, რა საინტერესოა, ხო? ამ შემთხვევაში მე კიდე არსებული სასწავლო ცენტრიდან, ხო, სასწავლო ცენტრია. ამ შემთხვევაში არის მობრძანეთ და თუ გინდათ გასწავლეთ კიდე, ხო? გაზიფიცირების მიმართულებას გვექნება. ამ შემთხვევაში უკვე დავიწყეთ ამის კორექტირება და ამ შემთხვევაში რა ვიცი, ლიცენზირებულები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ხა აი როცა ხო, უბრალოდ რა ვიცი, უბრალოდ ბავშვური მიმართულება, ხო, პროფესიონალიზმი აქ უკვე პრინციპში უკვე დიდი არაფერს არ წარმოადგენს, ვინაიდან ხა ეს მილი, ხო, რატომ არ უნდა იყოს აი ეს როგორც გადავაკეთე ამ შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს აი 100 ხო? აი ესეთი მუცელით გაკეთებული, ხო? არ ვიცი. ამაზე მე პასუხები არ მექნება. მანამდე არ მექნება, სანამ ეს მიმართულებაც არ ჩამოყალიბდება ეჭვ და სამუდამოდ. ანუ აი ესეთი სახით, ხო? რატო უნდა იყოს აი 100? არ ვიცი, ხო? ამას ხო თავის ნორმები უნდა ქონდეს. ჯერაც ერთი ხო, ვინტელი გაზიფიცირებაში ის სანიკებში არის განსხვავება და უნდა იყოს ზუსტად გაზიფიცირების ვინტელი ისე როგორც ფიტინგები, ხო? 21 საუკუნეში უკვე ეს ეგრეთ წოდებული კომპრესიული ფიტინგები უნდა მოვაგდოთ. დროა უკვე. განვითარების პერიოდი ხალხი მარსზე გაფრინდა უკვე და ჩვენ შეჯერობით ესენის ვერ განვაახლეთ შტოლი რო იწყება პრინციპში და ვერ განვითარდით ამ მიმართულებაში. აი ხო შეიძლება ხო ელექტრომიმართულებაში. ხო ვაგვიდებით ხო ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ასწავლებს პოჩერკი კალიგრაფიას შექმნების გარეშე ეთყობა რომ სამუშაო არის შესრულებული იდეალურად. ხო შეიძლება ხო მოგწონს კი მოგწონს ასე უნდა იყოს ნებისმიერი სფერო. მშენებლობა რა თქმა უნდა კიდევ საერთო სახეს მოიცავს. მაგიტომაც ვიძახი მე სასწავლო ცენტრში არის საერთო ინჟინერული კომუნიკაციების კრებული. საერთო ინჟინერული კომუნიკაციების კრებულს მოიცავს ამხელა ამდენი სექტორები ხო წარმოიდგინეთ ხო? ახლა კიდე აქ ორი სააბაზანოა 1+1 და ამ შემთხვევაში აქაც ხო როგორც ყოველთვის არ გვეძლება ხოლმე შესაძლებლობა ვინაიდან დიზაინერები ფიქრობენ დიზაინს მე ინჟინერული კომუნიკაციები როგორც ყოველთვის გვავეწყდება მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის რიგელით გამიჯნული იქ ვერაფერი არ გამოგვია ვინაიდან რიგელის გახრება ყოლა დაუშვებელია ვინაიდან არის ჯერ ესეთი საყდენი და არის ერთი ოქროს წესი არავითარ შემთხვევაში ბეტონს არ უნდა შევეხოთ ხოლმე მიზერულად ხო ისიც რომ სანტიმეტრი მაქსიმუმი რომ არმატურას არ შევეხოთ ან აქ იქნება ხო მაგრამ თუ იქნება ვერანაირად ვერ დავაკავშირეთ ვინაიდან ერთი ვანა მეორე ვანას უკავშირდება ხო კიდე რა ვიცი ნახოთ კიდე შეიძლება აი ესე გამოვიყვანო ხო ამას ყველაფერს გადავწყვეტ ხო როცა პროცესებს ვახორციელებთ ძალიან ბევრი განხრები განშტოებები მოყვება ხო თანმიმდევრულად პარალელურად მაგრამ ეს განშტოებები და განხრები არ ითვლება ის რომ აი სიტუაციიდან გამოვძვერი არა ეს მიმართულება ყოველთვის სტანდარტებს და ნორმებს ექვემდებარება შეიძლება ახაც პრინციპში დავაკავშიროთ ერთი აი ამ კედლის მიღმა არის მეორე სააბაზანო და აი ესე გამოვიყვანოთ და გავიყვანოთ გარეთ ვინაიდან 1+1 ვენტილაცია აქაც აუცილებელია ხო ვინაიდან აი ხოსოს ხო ეს პარტი მეგონი ზეპირად უნდა ვიცოდეთ უკვე ხო მიღმა ესე იგი მის კედლის იქით ნიშნავს ხო აგერ მეორე სააბაზანო ხო სადაც გვაქვს ტრონი გვინარე საშხაპე სადაც უნდა იყოს ვენტილაცია და რეკუპერაცია რა თქმა უნდა შემოტანა გატანა ხო კიდევ ჯერ ვიზახ ყოველგვარი ფანჯრების და სტაიდების გადმოკიდების გაღების და გადმოკიდებების გარეშე ვენტილაცია არის ბუნებრივი მიმართულება აი ბუნებრივი მიმართულებას სჭირდება პრინციპში სტანდარტები და ნორმები და ყველაფერი გვექნება good ხო სხვანაირად ჯანსაღარემოს ვერ მიიღებს საცხოვრებელში ხო ვიხედავთ ახლა ამ თანამდებობებსაც ხო ნელა ჩავდივართ ქვემოთ ხო ან ზემოთ ხან ქვემოთ რას ვიზავთ ასე არის ჩვენი წყობა ჩვენი მიმართულებები ხო სწორედ არ გამოვა არაფერი ამიცით სიყვარული არ იქნება სხვაგვარად ხო მასია ჩვენი სფეროს სიყვარულის ამას მოიცავს აქ წარმოიდგინეთ რამდენი ზონა გვექნება ხო სააბაზანო ხო ეს არის სამრეცხაო დაკავშირებული იქნება სააბაზანოსთან გარაჟი აუცილებელი ვენტილება მით უმეტეს როცა არის გადამოვლე კარები გავაღეთ ამაზობაში ავტომობილი დავქუქეთ და მთელი ეს ხო წარმოიდგინეთ ხო რა შემოვა აქ ამიტომ გარაჟი განსაკუთრებულად მაგრამ გარაჟის ვენტილაციას საერთო ვენტილაციას არ უნდა დავაკავშიროთ არ გვავიწყდება საერთო ვენტილაციაზე არც სამზარეულო არც გარაჟი ეს არის მხოლოდ ფართის არავითარ შემთხვევაში ეს არის ნორმა, ეს არის სტანდარტი, ეს არის მოთხოვნილება. ამიტომ გარაჟის იქნება ცალკე გასული. მაგრამ აუცილებლად. აი ეს ვერტიკალი ხო ჩადის პირველ სართულამდე, აი ვერტიკალზე არის საუბარი, ხო?
გვაქვს ეს არის საკუჭრაო, ხო? დამხმარე ოთახი არის და ამ შემთხვევაში ეს უკვე, ხო, ტელეკანალიზაციის კომუნიკაციების მოექცა, ხო? არსებულ ჭრილში მოექცა და ამ შესაბამისობაში დეკორატიულად ჩვენ აი აქ უნდა მუშაობდეს უკვე დიზაინერების ტვინი. ლამაზად ისე რომ აქ თაროებით, განათებებით და წარმოდგენა შეიქმნება ადამიანს, აქ არაფერი არა, ეს ასე უნდა ყოფილიყო. დიზაინერული თვალსაზრისით ვინაიდან ინჟინერულ კომუნიკაციებს დიზაინში ვერ ჩასვლა. პირიქით უნდა იყოს, ხო? ინჟინერული კომუნიკაციების შემდეგ დიზაინერები უნდა ფიქრობდნენ და არა პირიქით. მიღმა არის ეს და მაგიტომ, ხო? ვინაიდან ეს უპირველეს ყოვლისა ვენტილაციას და კანალიზაციას და დიზაინი ეს უკვე სილამაზეა. კი ბატონო, კომფორტი და სილამაზე, მაგრამ თქვენ კომფორტს უპირველეს ყოვლისა აყალიბებ ზუსტად ეს ინჟინერული კომუნიკაციები არ შევიგებ თავს. კანალიზაცია, ვენტილაცია, წყალმარაგება და გათბობა და მე არის დიზაინი. არ მიწყენ დიზაინერებო ეს ასეა. აი აქაც ხო გამოყვანილია, აი ეს უკვე გამზადებული არის ზუსტად აი ვერტიკალზე დაერთებული. შუნტირებით დიფერენციალურად უბრალოდ მაპატია და შუნტირება არა ამას, ვინაიდან ჩამოტანა არ განხორციელდება და გავა ვერტიკალი, ხო? ამხელა სიმაღლეა. ეს ჩადის აი პირველ სართულზე, იქაც ვიხილავთ. ანუ აღება გვექნება პირველი სართულიდან. აი აქ ეს ზონა, ანუ ერთი ზონა, მეორე ზონა, ხო? სამი ზონა ერთ ზონაში გაერთიანებული წარმოიდგინეთ სამრეცხაოდან დაუკავშირდება სააბაზანოს, გამოვალთ აი ასე და პირდაპირ დაკავშირება განხორციელდება ას და ამასობაში ეს სექტორის დაუკავშირდება ერთ კანალს, ერთ ვერტიკალს უბრალოდ სამი სექტორი. გამიჯნული სამივე. და არ გავიწყება, ხო, ჩაერთო ნებისმიერი ჩაერთო ვერტიკალის, ხო? აი ესა ვენტილაცია მიმართულებებით და უბრალოდ მილის ჩამოკონციალება. პირველი სართული დაიწყება კი ბატონო ყველაფერი და ვენტილაციაც ამ პირობას მოიცავს. სალამი მოხდა. აი აქ იქნება უკვე აღება, ვინაიდან აქაც გვიქნება რეკუპერაცია იქიდან გამოსული, შემოსული. გასulis და შემოსulis, კი ბატონო და აი მე მგონი გამოჩნდება, ხო? აი ეს პირველი სააბაზანოდან, აი პირველი ვერტიკალი, თავი ვერტიკალი, უბრალოდ აი ეს. ხო. კიდევ ვიფიქრეთ ახლა მოცულობა თუ არ მეყო აღება, აი იქიდან ვინაიდან ეს არის მთავარი ვერტიკალი, მაგრამ ეს მაინც ბუნებრივი პასიურად არ გავიწყება, ხო? ამაზე შენ თავთვითონ. ბუნებრივი მუშაობს პასიურად, მაგრამ თუ გინდა ფიზიკური, ამ შემთხვევაში ხო, შემოტანი კლაპანი ან იქით კედელზე იქნება, კი აქტიური შემოსვლა სვანად ვერ გახორციელდება. ხო და ნელა ასე თამიდეულად ვიხილავთ ყველაფერს პატისემულებო. ხო, წერტილები, აი ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ აქ იქნება ან შემოსვლელი კლაპანი, ან რეკუპერატორი. აი ესეთი ჯეჯერობით ჩვენი ხედებით მიმდინარეობს ჩვენი ეპოპეა და ბოლოს ჭომპალაობას როგორც ყოველთვის შეგბირთ აქედან გადმოხდებით. ამართალე.